მოგესალმებით მეგობრებო, ტრადიციულად პარასკევს 9 საათზე უყურებთ ხუპების პოდკასტს, სადაც მე და გარი განვიხილავთ კვირის განმავლობაში მოხდარ სხვადასხვა ამბებს. უკვე მეორედ მიწევს ამის თქვა, წინა პოდკასტი გაგვისცა ტექნიკური ხარვეზის გამო. მაგრამ ხო, ამ წლის ბოლო პოდკასტი იქნება, თან კვირასთან ერთად შევაჯამებთ გასულ წელსაც. და მომავალ წელს შევეცდებით, რომ რაღაცნაირად იმედიანად შევხედოთ. კი, და ის არის, სტუმრები შემდეგ გადაცემაში აუცილებლად სტუმარი გვეყოლება. კი, ხო, შემდეგი წლიდან რაღაც სიახლე ანათიანურამდე ანათიანურის მერე. კი, ტექნიკურად დავიხვეწებით თან, რაღაცები გვაქვს წარმოდგენილი და ერთ სიტყვით ეგ მომავალში ტრადიციულად მეგობრებო, ვინც უყურებთ ჩვენს პოდკასტებს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, წლის ბოლომდე 100 კაცი გავწუროთ. ერთი კაცი დარჩა და 100 გამომწერზე ვიქნები. ხო, დავიწყოთ ამ კვირით ჯერ მე გადავიდეთ მთლიან წელზე. დაჭერების თემას შევეხოთ, ჩემო გარი. ბევრი კაცს დაიჭირეს ამ კვირაში. თან არ არიან პატარა კაცები. კოცების მხარეს მოდი დავიწყოთ ყოფილი კოცების აწი. ლიულაშვილი დაიჭირეს, რაც მოსალოდნელი იყო, რაზეც გვისაუბრე არაერთხელ ჩვენს პოდკასტებში, რომ მიადგებოდნენ მაგ ხალხს და მაგ ხალხს ქონდა შანსი, რომ არ ყოფილიყო ყლე, მაგრამ აირჩია მეორე გზა. ლიულაშვილიც არის ერთ-ერთი ეგ ადამიანი, რომელიც ამ გზას დაადგა, დაიჭირეს. და უფლის ნება არის ყველაფერიო. და სადღაც შემხვდა, არ ვიცი, ვიღაცამ ამბობდა, ხო, ეს უბრალოდ ეგ ამბობ, მაინტერესებს შენი შეფასება ზოგადად, რას ფიქრობ, რატო დაიჭირეს ეხლა, ახალ წლამდე და ზოგადად კობახიძე რას აკეთებს? ნახე, ჩვენ გადაცემაში უკვე დასპოილერებული იყო, საუბრობდით. პროგრამაშვილიც უცხეში დაყოფილიყო გავამართლა, მაგრამ ჯერ კი აქ დრო, აუცილებლად შემიძლია რომ მაგის მერე რაც ლიულაშვილის როგზე გაუშვეს, ღარიბაშვილი უკვე მოჭერა იქნებ დაეწევა. ღარიბაშვილმა რა დათმო იმისთვის, რომ გარეთ იყოს. კი ბატონო. ხოდა, არაფერი, შემიძლია ლიულაშვილი შოქში იყო, იმიტომ რომ შესვლის წინ აი ღარიბაშვილი შედიოდა, ნერვიულობდა. ლიულაშვილი ეგონა რაღაცა აი როგორც ღარიბაშვილს ესე გამოუშვებდნენ, საერთოდ არ ნერვიულობდა არა და ეთყობა მაგას ხოლმე რაღაც განცდები ხოლმე და ის იყო ღმერთის ნება ბიძინა იგულის ხო რა უეჯველი და აბა მაგას სპაილები თუ იცი რომ ღმერთი არ წავს. ის უფროსი იყო ამერიკა. 6 წელი იყო მგონი ხო? 5 წელიწადზე მეტი უეჯველი იყო, 6 წელი სადღაც. არა, დრონი მეფანი ვენდა არა მეფენი. არაფერი რაც იყო მოსალოდნელი, ეგ იყო რომ ისა რა ქვია. შეელოთ ლიულაშვილსაც, ღარიბაშვილსაც გაცილებით მეტი, კაცურად წასულიყო რაღაც გაებრძოლოთ, მაგრამ ეგაც სწორედ ნაცებს და კოცებს შორის ხობა, რომ ბოლომდე ჩმორები გაიჩნდნენ ლიულაშვილს, აი ბოლომდე მას რომელიც ყველაზე მე რეალურად ბიძინას მერე ყველაზე დიდი ძალაუფლება ყოველთვის იძახდნენ პოლიტიკურ კულტებში, აქ ყოველთვის ლიულაშვილზე იყო საუბარი. არც კობახიძე არავინ არის 3 წლის წინაც ეგრე იყო და აქამდე ძალიან დიდი ძალაუფლების კაცი იყო და ბიზინა ვერაფერს ვერ უშვებაო და ოპოზიციაც ეგრე იძახდა და კოცებსაც ეგრე ეგონათ, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ უშვება, ისეთი ძლიერი კაციაო, მაგრამ ესე უცებ დედაუტირეს 9 წელიწადში. და არც არაფერი არ ქნა, არც გაიბრძოლა არაფერი, რა სასამართლოები ქონდა მოგებული კოლცენტრებზე ცილის წამებაა და კოლცენტრების ბრალდებით და არ ვიცი მოკლედ ძალიან მოკლედ ეგ არის კოცები ძალიან ხთალები და ჩმორიკები არიან საბოლოო ჯამში ის ხალხი ვინც თანამდებობაზე იყო აქამდე რა და ეს რაღაცა შეიძლება თუ არა არის მომავალში მაგრამ ძალიან მეწყინავი ესე ბრძოლულა თუ ჩაბარდა თან მithmetes მინიმუმ 9 წელიწადი უწევს და თუ მიუსაჯეს მოკლედ მინიმუმ 9 წელი უწევს და მიუჟიან უეჭველი რა ხო ოფიციალური მაგათი მომკითხავი არავინ არა ეგ იყო აბა ვირუსთან ზო დაიჭიეს არავინ არ მივიდა და სასამართლოს დღეს 7 კაცი ესწრებოდა და ისიც ოჯახის წევრი იყო. მეცაც გეტყვი რომ ვიღაც ტიპის ის გავრცელდა ფოტო ლიულაშვილთან გადაღებული კოცი რა ახალგაზრდა იყო. და ახალი სტატუსი რომ ყოველთვის ხალხს ფულს პაროს ყოველ ზედა შეეცია შესაძინებდა. ეგრე კოცური სოლიდარობა. კი, ხო, ოფიციალური მიზეზი რაცაც ამბობენ რაღაცა ირაკლი კობახიძე კორუფციას ებრძვის, რაც შეიძლება მართლა იყოს ეგ ამბავი, იმიტომ რომ ხარჯების შემცირება უნდა და ეგეთი ბოლო ტიპების თან პარალელურად იმ ხალხის ვისი მოშორებაც უნდა, იმ ლოგიკას რომ გავყვეთ, რასაც ჩვენ ვითარებდით
დიდი ხნის წინ რო ჯოჯოლი ორი კუში დავსვით. კობახიძე ნელ-ნელა ხო იშორებს ეგეთ თავის პოტენციურ კონკურენტებს და ბოლოს ბიძინასაც მიადგება, მათ შორის ხუხაშვილმაც, აქტუალური გახდა ეგ ამბავი. ხუხაშვილმაც თქვა ეგ, მაგრამ სად იყო ხუხაშვილი მე და შენ მაგაზე ბაზრობდი. ხო და ოფიციალური მიზეზი ეგ არის, ცხადია შეიძლება ეგ მათ შორის ეგეც იყოს, როგორც უკვე თქვი, რაღაც ხარჯების შემცირება ჭირდება კობახიძეს, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მოიშორებს, მათ შორის რაღაცა ის ტიტუშკები ვინც ხავს ან სიპებში, აიპებში რაღაცა ყოფი ხალხი, ვისაც 500-300 ლარს უხდის, ეგენ შეიძლება ჩამოიშოროს. ხო და მაგის იქეთ კოცებისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა რაღაცნაირად საკუთარ თავს დაუსვან კითხვა. თუ რაღაცა დარჩა ეგ რესურსი ამ ადამიანებში, რომ რავი, შენც ახსენე, ლილუაშვილმა კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით სასამართლო მოუგო მედიებს. ცილისწამება იყო 2 წლის წინ გაკეთებულ TV1-ის სიუჟეტზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები, რომ ლილუაშვილი რაღაცა კრიშავს კოლ-ცენტრებს და მაშინ ცხადე ყველა ამბობდა, რომ ტყუილია, რა კოლ-ცენტრები, რა ფულის მოპარვა, ლილუაშვილი წმინდანია, სუსის უფროსი რაღაცა და კოცისთვისაც რო გეთქვა 2 წლის წინ, რომ არა, რაღაცა ოპოზიცია ხო იტყუება, სულ მედიები იტყუებიან, ასე. დღეს როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ტყუილი აღმოჩნდა ეს ამბავი პირიქით. და კარგი შესაძლებლობა კოცებისთვის დაუსვან საკუთარ თავს კითხვა. რავი, ელემენტარული რომ რაღაც ესენი ხო არ გვატყუებენ შემთხვევით. მე მაგის არ ხო, მაგით თქვი რესურსი თუ დარჩა მაგის. და ეს ამბავია. შემდეგი დაჭერები გავაგრძელოთ, გუშინ ბაჩო ახალაიძე დაიჭირეს. 4 ოქტომბრის ამბავზე, მთავარ ორგანიზატორობას აბრალებენ. რაც იყო, ის კიდევ ერთი შესაძლებლობა კოცებისთვის ის ჩანაწერი რო გამოაგდეს მალევე ახალაიას და ბურჭულაძის ფეიქი აღმოჩნდა. ახლა ჩვენ ვიცოდით თავიდან რომ ფეიქი იყო, მაგრამ ეგ ფეიქი რო არ ყოფილიყო, გუშინ პროკურორის ერთ-ერთი მთავარი რაღაცა მტკიცებულება იქნებოდა ეგ, მაგრამ არ უხსენებია საერთოდ ეგ. არც არავინ აღარ ახსენებს. იმიტომ არ ემუშაოთ თემკოც ამომრჩეულს. კი, რა თქმა უნდა. ხო და კიდევ ერთი ტყუილი აქეთ მხრიდან. მაგრამ რაც ისაუბრეს იყო ის, რომ Wi-Fi-ზე დააჯდნენ ახალაიას, როგორც აღმოჩნდა და მიმოწერები, რაცა მიმოწერები არის მარტო რაც არის, მარტო ზარების, ანუ არც ის მინება. უბრალოდ ვინ ვის ვრეკავდა მაგის გარკვევა შეელოთ. ხო, წუთების მაგითო გაამახვილეს ალბათ წუთებზე წამებზე ყურადღება, რომ ეგ ინფორმაცია გქონდათ, რომელ დროს ვის დაურეკა. ანუ ეგ მოსმენები არ, ეს დიდი არაფერი ამბავი არ არის, რაც სამართლებრივად შეხედა. სიგნალი მუშაობს საღოლ რა იწოდეთ ბიჭო. სიგნალს ვერ სამართლებრივად ხო იურისტები არ ვართ, არ ვიცი, მაგრამ ესე რაღაცნაირად ბევრი არაფერი არ უჭირავს ეს თვით კოცობას ხელში ახალაიაზე, მაგრამ ახალაია ისეთ ფიგურაა ზოგადად ბევრი არც არის საჭირო ხელში რამე გეჭიროს რამე რომ დააბრალო. პოლიტპატიმარსაც ვერანაირ ვერ დაუძახ. კი, აქედან მხრიდან ორივე მხრიდან მათ შორის ოპოზიციური მხრიდან და კოცების მხრიდან ხო საერთოდ რაღაცა მოდის ეს ნეგატიური განწყობა. რაღაც პონჩი არც თუ ისე უსაფუძვლო შეიძლება. კი. ხო და შემასწავლე თავისი მოიხადა. ანუ ბაჩო ახალაია არ არის ანგელოზი. ან მეც ისე ვარ, არ შემეწოდება რაღაცნაირად დიდად და ბახუჩო ახალაი არასდროს. მისგან განსხვავებით ეგეთი მანიაკიც არ იყო, მაგრამ აბსოლუტურად დამსახურებულად იჯრა ის რამდენიც იჯრა, მაგრამ 10 წელიწად იჯრა. ძვანკა დაზვანკა, ხმა არ ამოუღია. ეხა არის პოლიტპატიმარე, მაგრამ ეხა რავი, სულია მე დამცველი ვერ გამოვდგები, მაგრამ ჩემს პოლიტპატიმარე ეხა ბაჩო ახალაია. პოლიტპატიმარე აბარა არის. მის სოლს მგონი ბრალდები ჯერ მის სოლის დააკავეს, ბრალდება მოუხსნეს ეხა. კი, ხო, გამოუშვეს ამ ეტაპზე. ბრალდებაც მოუხსნეს. თვითონ მაგის სოლს ეგ გაუნცხადეს და სიმართლეა თუ არა, არ ვიცი. გავაგზელებთ გამოძიებასო, მაგრამ გვესმის, რომ არავინ არ გააგზელებს ეხლა სოლს გამოძიებას, იმიტომ რომ აგეთ ქმარი დაიჭირეს უკვე საჭირო. ოჯახიდან ერთი კაცი არის უკვე. არაფერი, რავი, ისეც იმის ბრალია, რომ ოპოზიციამ თავის თავში ჩაიგდო, თავის დროზე, რომ ყველაფერზე თავს ხრიდნენ, რავი. ანუ რაც დააშავა ბაჩო ახალაიამ ყველაფერი ეტენებოდა, რაც არ დააშავა, ეგეც ეტენებოდა და ეხლა ისეთი სიტუაციაში რომ ხმას ღვისამღები არავინ არა და ადამიანებს რაღაცა ცოდვა, იმიტომ რომ ერთხელ უკვე იჯდა, ანუ აი კაც რომ მოკლავ რაღაც 20 წელს მოგიჟიან რაღაც ეგეთი რაღაცა, მე უკვე ანუ მოიხადა შენი რა და ეხაც მინიმუმ 10 წელიწადი უწევს ეხანდელი მუხლით და რავი ცოდვა 20 წელიწადი ციხეში.
10 დამსახურებლად, 10 დაუმსახურებლად. ხო და ნუ აქ თავი ნარატივი რაცაც ავითარებს ოპოზიციური ხალხი. ჩემი აზრით რაც გქეთეს რეალურად ბაჩო ახალას დაჭერა უკვე დიდი ხანი ქონდა გადაწყვეტილი უბრალოდ ისე ჩადეს რომ იყოს ქვეყნის დატოვება უნდა და ერთი კვირით წინ არ გაუშვეს და უბრალოდ რაღაცა როცა გაგვიჭირდება ან რაღაც ეგეთი ყურადღების გადატანა მოგვინდება ეგრევე დავიჭიროთ და ეგრე ყავდათ შემოგდებული თაროზე იყო ეხა ლილუაშვილისგან თემის ყურადღების გადატანა მოუნდათ და უცებ დაიჭირეს ეს და ფასების ეს შემდეგი თემა იქნება. ჩემაც უბრალოდ იმიტომ დაიჭირეს ეხა რომ აი ეხა დაჭირდათ თორე. აი იგი იმიტომ ყავდათ რომ სიტყვაზე აქციები მოიხოდა არა მე ეგეთი მე დაიჭირდნენ ახალაიას და მე ყურადღებას გადაიტანდნენ და აშკარად იმუშავდნენ. აი ჩვენი მედია და ყველა პოლიტიკოსების მათ შორის პოლიტიკური ბაბლის პრობლემა არის რომ ყველა ამის რომ მაგიტო აი იქცევენ ხოლმე კოცები ეგრე მაგრამ მაინც ყველა მაინც ამ თემას განიხილავს პირველის ყოველს ანუ აი ეს თემაც უნდა განიხილო მაგრამ სხვა თემასაც ყურადღება უნდა მიაქციოდა. აი ეს დიანა ტრაპაიძე ეს ჟურნალისტური აზრის ბუმბერაზი ხალხი გენიოსები ყოველთვის აი ესე ყველა თავრობის გადმოგდებულ პროპაგანდას აყვებიან ხოლმე და ხო ნუ რთული არ აქვს რაღაც პონჩი იმიტომ დიდი ამბავია. რთული უნდა არ აყვე მაგრამ ის არის ანუ ლილუაშვილის ამბავი უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს. ხო ნუ საკუთარი დღის წესრიგს ვერ ქმნის ოპოზიცია ხო ეგ პრობლემაა ცხადია ეგ დიდი ხნის არ არის ახალი დიდი ხანია რაღაცა ვერ ქმნიდა და ვერ ქმნის ოპოზიცია დღის წესრიგს რთულია რესურსების ამბავიც არის მათ რაღაცა პონჩი ფანტაზიის ამბავიც არის ხო მაგრამ ნუ პრიორიტეტების თემაც არის მაგაში გეთანხმები რომ რაღაცა ლილუაშვილის თემა არ უნდა ჩაიკარგოს და ნუ ერთ-ერთი რაღაცა ნარატივი აქედან რას ვამბობდი არის ის რომ ეს თემები კოცებმა ბევრი რამე შემოაგდეს ამ კვირის განმავლობაში მათ შორის ეს ლილუაშვილის დაჭერა ახალას დაჭერა ფასების ამბავი რაღაცა ბევრი ეგეთ სიახლე შემოაგდეს იმის გადასაფარად რაც არის ამ რაღაცა ქიმიურ ნივთიერებაზე აწეული ამ ამბავზე თუმცა ნუ რაღაცა მაგ თემის რაღაცა მიჩქმალვა უჭირთ რთული თემა კოცებისთვის და ნუ ცდილობენ მაქსიმალურად რაღაცა თავის მიერ შექმნილი ამ ნიუსებით წალეკონ ეგ ამბავი. შენ როგორ უყურებ ამბავს? რამდენად სერიოზულ საფრთხეს უქმნის და პოტენციურად შეიძლება შეუქმნას ამ რაღაცა ქიმიური ნივთიერების გამოყენება. ჩემი აზრით პირველ რიგში ეს იმიტომ არ ნერვირულებთ. ეს საკითხი ისეთი ამბავი არის რომ მან ჩემი აზრით არ უნდათ ეს ხალხის მოკლა და რამე ან არც მოერდებოდათ საერთოდ მგონია, მაგრამ მგონია რაღაცა სისულელი მოვიდეთ, ხა დეგენერატო რაღაც გაურის ანძველი ან რაღაც გაფუჭებული რაღაცა და ნიპა პლანო წავიდა. კი, მეც უფრო მაგეთ სადღაც დებილობა მოვიდა, მართლა 18 წლის ხა კოცების შენახვის პირობები და რა იქნება რაღაცა და იციან რომ ისე ანუ შოულები ისეთი დანაშაულია რომ თელი ცხოვრება უკვე შევან. მაგას ვერაფერს ვერ უშველდი რა. ჰააგაში უნდა გაგასამართლონ ვიღაცა გამოყლებულის გამო რა. ხიმიკა გამოყლებული ხიმიკოსის გამო. ოდე ხა ფიქრობენ პრობლემა არის, იმიტომ ში და ამბავში ძალიან მაგრა არის დგან ამ კოცები და მაგრა არის, მაგრამ საგარეოში ახლა ისეთი ამბავია რომ დაიწოს საერთაშორისო სასამართლომ რაღაც გამოძიებები და BBC-ს თანამშრომლობს და პლუს კიდე ახლა აქ ვიღაცები ვეჭვილი იმათ ქიმიკოსები, ვისაც აერია. სავარ შეიძლება გაქცეულებიც იყვნენ ქვეყნიდან და ისინი მათ ჩვენებაზე იმათ გადაღებული ქონდეს ფაქტებიდან მეც არ ვიძახე BBC 100% მართალია ხო სანდუწყარო არის ხო მაგრამ შეშლია BBC-ს რაღაცა მაგრამ აშკარად ეს შემთხვევა არ არის და აშკარად კოცები აქ შიდა სამზარეულოზე კი არა გარეთ რა ელოდებათ იმიტომ რავი ხა საერთაშორისო სასამართლო რო თქვას მართლა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული ან რაღაც ეგეთი დადგინეს ანუ რა ნახევარი კამანდა სამ ცოცხლები იქნებიან გასამართლებელები იქნებიან და ჩვენ ვხედავთ ხოც ბიზნეს თუ არის ბიზნა როგორ ექცევა იმ ხალხს რომელიც დასანქცირებულები არიან რა წევს გვერდით მაგრამ ეს გვერდით წევს ციხეში სამ ხო და ანუ ეგ ამბავი არის გონია რომ ის არის მართლა შეშინებულები არიან აქ ხარ შეშინებული და უფრო ის არის შეცდილობენ რომ აქ ყურადღება მიაქციონ იმიტომ რომ საშარო ამბავი ნახდათ რა და კი ბატონო უნდა თუ რაღაცნაირად გამოძრენ მაგრამ რა ვიცი აბა შემდეგი თემა რაც ასევე ამ კვირაში გამოაგდეს არის ფასების ამბავი ფასების რეგულირების ამბავი დაიწყეს რასაც რაღაცა ორაზროვანი შეფასებები დიდრების დედა შევეცია კი ვისაკნას კომი ის პოეტიც არ არის ხო ნუ ლექსებს რო გითხულოს დიდრების დედა კაკაბაძე გვარად ხო აღარ მას ნუ სახელს ახლა დავუთ მიხტებით ვისაც არის საუბარი კობახიძემ გაიმეორა
ხო და ფასების შეადარა ევროპული და ქართული ფასები და ეს რა ხდება რატო არის ესე ძვირიო ჩვენთანო. ხო მათ ორი ვარიანტია. იმიტომ ეგეთი ზუსტად განცხადებები ღარიბაშვილმაც აკეთა თავის დროზე. 2 თუ 3 წლის წინ პრემიერი როცა იყო და ეხლა ორი ვარიანტია, ასე პოპულისტურად უბრალოდ გაკეთებული განცხადება, რაზეც მე შოუს დადგავენ, ჩვეულებრივ შექმნენ იმ საპარლამენტო კომისიასაც, გამოიკვლევენ რაღაცას და მე რაღაცა მიიჩქმალება, გამოჩვეულებრივად გაქრება, როგორც პურის ფას რო ადგენდა და ანტიკორუფციული აგენტო თუ რაღაც ეგეთი. წელიწად ნახევარი იკვლევდნენ პურის ფასის, რატო გაიზარდა პურის ფასი. და მე მიაკვლიეს იმას, რომ თურმე რაღაცა გადასახადები გაიზარდა გაზზე, დენზე და მაგან გამოიწვია ფასის ზრდა. ხო და ეგ შეიძლება ეგეთი ამბავი იყოს. ან მეორე ის რომ მართლა რაღაცნაირად ბიზნეს მიადგა კობახიძე, მართლა რაღაცნაირად შიდა აუდიტორიისთვის, მათ შორის პლუს რო გაკეთდეს რაღაცა ბიზნეს მიადგა და ხო რაღაცნაირად ბიჭებო კამრების მოჭერის დროა თავზე გადაიჯვით ამდენი წელი ფულს აკეთებდით და აგერ ხალხი ვიც აკეთებდა ფულს ზოგმა საკუთარ თავს ესროლა კი ზოგმა საკუთარ თავს ესროლა ზოგი ციხეშია ზოგს ბინა აღარ აქვს ზოგს ცოლის აღარ ყავს შეიძლება ვიცით ერთ დღით ხო შეიძლება კვირაში ერთი დღით კაცმარიც ხო და ესეთი ამბავია და ფასებს უნდა დაუწიოთ აი ბიზნესისთვის შეიძლება ეგ სიგნალი იყოს ნახოთ დრო აჩვენებს მაგას რა და როგორ იზამენ კოცები ირაკლი კობახიძე კონკრეტულად იმიტომ ამის ინიციატივად გაჟღერდა ეგ თემა შენ რა ვერსიას განიხილავ უფრო რეალურად მე მგონია ხო ბიზნესი დაიწყება რაღაც მათ შორის თავისიანების ანუ ვინც არ იქცეოდა კარგად და პლუს კიდე რაღაც პერიოდი ხა დენის ფასი ზვირდება, ამიტომაც ისეთ ინფლაცია იყო 11%, მგონი წელს, 9-დან 11%-მდე არ ზუსტად, მაგრამ 9-ზე ნაკლები არ იყო. ძალიან დიდი საკმაოდ დიდი არის. კოცების მართლობაში მივეჩვიეთ უკვე ეგეთი ინფლაცია სტანდარტი არის ხო და ის შესაძლოა ძალიან არ გაიცეს რაღაც პერიოდი ხა უნდა ყობახიძე თავისი საკუთარ რეიტინგი გაზარდოს. და მგონია რაღაც ნაბიჯები იქნება, თორემ დღეს შეეხო სამ გადაცემაში შევიდოთ აფთიაქებში გერმანიაში მაგალითად თითო ქალაქში თითო ის არის ბრენდია აფთიაქისო და მეტი არ არის და ჩვენთან ძალიან ვეფრი არისო და ამიტომაც შეიძლება ოქრია კახას მიადგენ ოქრიაშვილს ო ვერს მიადგენ მარკეტებზეც იგივე თქვა იდეაში რომ გერმანიაში 100,000-ზე ამდენი მარკეტია ჩვენთან გაცილებით ბევრია კი და აი მგონია რომ ისა ორივე საკეთები რაღაცა როგორც მიშა მიდიოდა ხოლმე ბიზნესთან ემუნება თქვენ მოგიტყავთ კარგი სტრაქს ხა დაუწიეთ რაღაცა ვიზავს ან არის ზავი და მეორე არის ხრი რომ ის არის ხოჯერტი ხელისუფლებასთან მორიგებულები რო იყვნენ ამდენი წელიწადი იმიტომ არის იმიტომ რომ მართლა სიძვირი არის როგორ ზოგ რაღაცაზე და მართლა ძალიან დიდი მარჟი ანუ საშუალო მარჟი არის რა ვიცი ანუ მოგებას უნდა იტყოს 20%-მდე ძალიან კაი შემთხვევაში თუნდაც რესტორანი რო კაი გახსნილი 20%-ს მოგებას თუ წერს ძალიან კარგი არის და ჩვენ მაღაზიაში მართლა 30%-იანი მოგება აქვს და ეხლა ფლატ კენცელს ინდისერტ არის იძახიან ჩვენი ძმა ნიკა ობოლაძე სამ შევიდოთ გადაცემაში სტატუსი დაწერა მაგთის ეხლა რადგან მონოპოლისტი ყველა ჯერ ეზიკასთან გარიგებულები იყვნენ მაგრამ მაშინ კავკასიოს ონლაინი ერქვა მე მიშასთან ეხლა კოცებთან და ისა რა ქვია 180%-იანი მოგება აქვს უბთან ისედაც საქართველოში ინტერნეტ კაბელი ევროკავშირმა გაუყანა კაბელები ჯერტი დავიწყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით ანუ უფასო ფული იყო რა ანუ ინტერნეტი გვაქვს ბოლო დონის აი ყველა ის არის თავი ინტერნეტის 20%-საც კი არ იყენებენ ანუ ჩვენი სიძლიერეს ევროპაში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პროცენტი იმის სიხშირესთან შედარებით რასაც გვაწდიან და თუ ამ ხელა მოგებას იღებენ ანუ არც გვაწდიან ანუ პროდუქტს ან დატვირთულ თვალსაც არ იღებენ აი უფასო ფული ეგაა და მაგათ შეიძლება მართლა მიაკითხოს კობახიძემ და ისე გაპრესოს რა და ის არის პლუს კი ისინი არიან თუ ოპოზიციურად განწყობილიყო მათ შორის მაგთი კომიტეტი საარჩევნოდ და მომახსოვრეს ეგა და რავი ანუ ორივე საქმე ამიტომ მე მგონია რომ ერთი ისა რომ თავისი პირადი რეიტინგის მომატება უნდა მეორე რიგში ის უნდა რომ ცოტა გაპრესოს ისინი რომ ბიზნეს რაღაცა თანხა გამოუყონ რა ხა აცი უკვე არჩევნები მორჩა და რამე ნედარაზუმენია თუ არ მოხდა 28-მდე კი არა 32-მდე არაფერს საფრთხე არ ემუქრებათ კოცებს და ანუ ეკას მარის იმიტომ ბევრი ამის შეიძლება ხო ახლა დღევანდელი იმიდან თორე ჩვენ ერთ ქვეყანაში ვიყავით კაცმარიც რა კაცმარის ხოლმე შეიძლება მოხდეს ამ დღეს საღამოსას ხო ერთი ამბავი ეგ არის რაც შენ თქვი მეორე ზოგადად ხო კობახიძე ცდილობს ხადია თავისი რეიტინგის გაზდას პარალელურად ამ ხალხის
მოშორების პარალელურად. მაგრამ აქეთ ოპოზიციური მხარე, როდესაც ოპოზიციურმა მხარემ დაიწყო ამ თემას საუბარი, ჩემი აზრით ძალიან არასწორად შეხვდნენ ამ ამბავში. ხო, მათ თავარია, ერთ-ერთი თავარი რაღაცა ის, რაც განაპირობებს ფასებს მათ შორის მარკეტებში არის DGG 18% რაც არის საქართველოში, როდესაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, როგორიცაა პური, შაქარი, ზეთი, ეგეთ კალათაზე 2-დან 5%-მდეა, ზოგან 4 და 5-ია რაღაცა. იტალიაში მაგალითად ვარსები, უფრო დაბალია. გერმანიაში 9%-ზე მეტი არის. ღირებულების გადასახადი კი. ასევე კოცები არიან ის ხალხი, ვინც აქციზი გაზარდეს 50 თეთრამდე ლიტრ ბენზინზე. და შესაბამისად დისტრიბუციასაც გაუზვირდა მიწოდება პროდუქტის ბევრი გადასახადი არის კი პირველ იანვრიდან კიდე აქციზი იზრდება სიგარეტზე მათ შორის გადასახადები ზოგადად იზრდება დენი, გაზი, კომერციულზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია, ძალიან ძვირია, მაგრამ ცხადია რაღაცა ეგ ბევრი ფაქტორი, მთავრობას თუ რეალურად უნდა რაღაცა ფასის დაწევა, ხვალვე შეუძლია მაგის გაკეთება. ხვალვე აი აქციზის გადასახადი პირობითად დისტრიბუტორებისთვის მაინც გააუქმე პირობითად რაც ლიტრზე 50 თეთრი არ არის პატარა მცირე თანხა DGG ან DGG შეამცირე ან საერთოდ აი როგორც არის რაღაც პირველადი საჭიროების მართლა პროდუქტებზე პური, შაქარი, ფქვილი, ზეთი საერთოდ გააუქმე მაგის გაკეთება მარტივად შეუძლიათ მაგის გაკეთება ცხადია არ უნდა და რაღაც პონჩი ხო ბიზნესზე რომელსაც მიცეს საშუალება ჭამეთ ძმებო მაგრამ აი ახლა რაღაცა მორჩა ნორმალურ ქვეყანაში ეგრე მთავრობა ბიზნეს ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს ზოგადად მაგრამ ბატონი ბურჭულაძის ქვის არ იყოს ნორმალურ ქვეყანაში ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს ჯუანშერ ბურჭულაძის კი რომელმაც აღმოაჩინა თურმე რომ ცუდ ქვეყანაში ცხოვრობს და სასამართლოზე რაღაცა საშინელებები ხდება აი ბაჩანას ამბები ზოგადად მისი ოჯახის ამბავი რო არა ზოგადად ესეთი რაღაც პოლიტიკების ამბავი რო არა დღეს იქნება ძალიან ბედნიერი გადაცემა რომ აი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო აი დედამოწყვილეს მაგის პირში შევეცი და ეხლა აღმოაჩინა მე მაინტერესებს გულწრფელად აღმოაჩინა ის რომ თურმე ესეც სასამართლო გვაქვს თუ პროსტა თამაშობს. მაგას ახლა ბულკი კაცია, საერთოდ. ხო და ჩემი თუ გულწრფელად აღმოაჩინა, უფრო რაღაცნაირად ღირსი ეგ პროჭი. ბიჭი ჩემი აზრით ის არის რომ ისა ყველა ახლა ბულკი კაცია, იმიტომ დასვეს რომ თავდაცვა კიდე დედა ეტიროს რაღაც ეგეთი ისეთი კაცი იყო რა. ხომ არ იყო იმდენად ბულკი რომ ფული ვერ მოეპარა. ფაქტია. ფაქტია. კი. ღარიბაშვილის კომანდის თეორია ხა? ღარიბაშვილი რა კაციცა? კი ბატონო. ღარიბაშვილის ბაკაცი რო ხარ ხა წამი რა ტიპი იქნება. ხო და ისევ ის თემა გავაგზავნოთ. ხო, მთავრობა შეუძლია ნებისმიერ დროს რაღაც ფასები შეამციროს პროდუქტებზე. ეგ იმას არ ნიშნავს რომ აქეთ რაღაცა შეიძლება მართლა რაღაცა ვიცით გარიგებული ბიზნესები მთავრობასთან მათ შორის ოქრიაშვილი კი არა და ბექაური ოქრიაშვილი კახა ბექაური რომელიც კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელია პარალელურად რაღაცა ორი ნაბიჯში აქ დიდი წვლილი კარფური რავი ერთ სიტყვით ამ ქვეყანაში ბიზნესების უმრავლესობა ქსელური არაქსელური მარკეტები ზოგადად არიან კოცები და ბექაური როგორ გახდა იცი საერთოდ ცნობილი და ახალგაზრდებს არ ეცოდება და შენ მაგდროს ვოლგოგრადში იყავი და არ გეცოდება ეგ ამბავი როგორ გახდა ცნობილი არიცი მოგები მეტი ჩვენი ძმა შალვარამიშვილი და მეგობარი რო დაიჭირეს იცოდი თამაშის თემაზე გამახსენდა კი ფულს ლაწის ბექაური და მე ბოდიში მოიხადა რო გამოვიდა ციხი და შალვა რო ბაიძოლესო რა მექნაო ხო პირდაპირში ბოდიში მოიხადა და აღადგინეს კოცი ო აღადგინეს და კარგად აღადგინეს მე კი საუკეთესო ხო და ესეთი ამბავი ერთ სიტყვით ამ ფასების ამბავზე ხო როგორც უკვე თქვი მარტივად შეიძლება ფასების დაწევა მაგრამ ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობ სადაც ნორმალურად არ ხდება მაგის გაკეთება და ხდება ესე ან ბიზნესის დაკაჩავებით ან რაღაცა იმის თქმით რომ კაი ხო ეხლა ცოტა ხანი ჭამე ეხლა მეც შემიწვე ხელი ძმაო აქეთ რეიტინგი უნდა მოვემატო ხო ეს ამბავია საინტერესოა მოკლედ ჩემს რასიზას კობახიძე ხო მალე გამოჩნდება ეგ ამბავი კომისია შეიქმნება შემდეგ ახლა ახალი წლიდან ბიჭო იცი რა გამახსენდა ახლა დაგვავიწყოთ ჩვენ პურის გაძვირების კომისია რო ხო ეგ თქვი ხადური რო იკლებდა 2 წელი და მე რო დაადგინა რომ ვითორმე გადასახადები გაიზარდა მაგითო გაძვირდა პური ხო ეს ამბავი რაც ხდება კოცების მხარეს ახლა გამოვიდეთ აქეთ ოპოზიციურ მხარეს ერთ-ერთი კარგი ამბავი რაც მოხდა ზურა გამოუშვეს ჯაფარ გამოუშვეს მაგრამ დიდხანს არ გაგზელებულა როგორც მოსალოდნელი იყო ეგ სიხარული
და რაღაცა როგორც ჩვენ ვიცოდით, რაღაც 2 თვით გადადებული სასამართლო პროცესი უცებ ჩაინიშნა და პროკურატურამ მოითხოვა არასაპატიმრო გირაო და ფულადი გირაო მოითხოვა 30,000 ლარის ოდენობით თუ არ ვცდები, ხო? და მიცა ტრადიციულად მიცა ერთვიანი ვადა, როგორც ხდება ხოლმე და ამაზე წავიდა რა თქმა უნდა რაღაც ბევრი საუბარი, ჯაფარმა და გადაიხადოს, არ გადაიხადოს, ბევრმა დაწერა მაგაზე პოსტი, რაღაცა პაბლმა, რა თქმა უნდა, მაგაზე საუბარი იყო. მეც რაღაცა ზოგადად დავაფიქსირებ ჩემს ეს საჯაროდ მიმდინარე მოვლენებზე, აქეთ ოპოზიციურ მხარეზე, ჩემი აზრით იმ რეალობაში, როდესაც ხო, ჯერთი უნდა გადაიაზროს ოპოზიციამ ჯამში არსებული რეალობა და მაგის მიხედვით რაღაცა გაწეროს სამოქმედო გეგმა, ეს რომ ვთქვათ. და ჩემი აზრით, რაღაცა სუბიექტური შეფასებაც ხადია, რეალობა არის შემდეგი. რომ მამუკა და ბადრი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რასაც უყურებთ, გაწეულები არიან. სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება, მაგრამ პოლიტიკურად არ აქტიურობენ, რასაც უყურებთ. გახარია გაქცეულია. ჩემი აზრით, დიდი პატივისცემის მიუხედავად რაღაც საკითხებში ვაშაძე, რომელმაც ბევრად მეტი გააკეთა ბევრზე და საჭირო მომენტში ტრაკი დადო, ვაშაძე რო არა, ბევრი რამე არ მოხდებოდა რაღაც პონჩი იმ მოვლენებს გულისხმობ, რაც განვითარდა. აღარ დავაკონკრეტებ, მაინც კიდე არ დავადროე ჩემ გამო. ხალხი არ მოგიწევს. ხო და დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ არ მგონია, რომ იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცა ბოლომდე გაიქანებდა კედელში ასკდება და არც არის საჭირო ჩემი აზრით. ხო. როცა იცი, რომ 100 კაციდან 100-ვე არის მაგას წამსვლელი, კი, მან შეიძლება ძალა შეიქმნას და მართლა გაანგრევა კედელი, მაგრამ როდესაც იცი, რომ ამ 100 კაციდან 95 უკვე პროჭია და ის იმ 5-დან კიდე რაღაცა 3-4 ფიქრობს ვქნა თუ არა, ხო, მათ შენც უნდა რაღაცნაირად დააბალანსო შენი მოქმედებები ამ რეალობიდან გამომდინარე. ხო და მელიას კიდე უწევს ციხეში ყოფნა, მინიმუმ 1 წელიწად-ნახევარი, გვარამია რაჭკუას გამოვა ციხიდან კაცმა არ იცის და ეგეთ რეალობა გვაქვს რა. დარჩენილი ოპოზიციური პარტიები ვინც არიან აქ კიდე რაღაცა არ დავკონკრეტები, მაგრამ გვერდიდანაც ჩანს რომ სრული საგიჟეთია, ჩერგო მაგალითად ერთი დღეს ვერ მოითმენა ჯაფარისთვის რომ წაიჯვა თხლად. დღეს დააჯვა ის არის იმის ცოლს, ოკეი, ახალაიას ცოლს. ხო, ახალაიასავე დაუნებოდი ჯაფარას იმ დღესვე, ხო, რაღაცნაირად. ერთ სიტყვით სრული საგიჟეთი ხდება აქეთ ფლანგზე და ამ რეალობაში რაღაცნაირად ჯაფარა რო გახდეს ის ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლას თავს შესწირავს და შეაკლავს, ამ მოცემულობაში, ჩემი აზრით, იქნება ძალიან არასწორი და არაფრის მომცემი. იმ თვალსაზრისით, შეიძლება ბაბლის რაღაც ნაწილი, რომელიც ყოველთვის რაღაცა დაუფასებს ჯაფარას თვითგანწირვას და იტყვის, რა მაგარი კაცია, მეორე დღეს დაივიწყებს ჯაფარას და მათი ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება და აქეთ დიდი უბედურება ხდება მაგის პარალელურად, როგორც ოჯახის ამბავში და ასევე ზოგადად პროცესსაც ამ რაღაცა იმ საქმეს, რასაც აკეთებენ ოპოზიციური პარტიები, ან ინდივიდუალურად ადამიანები, საერთოდ არანაირად არ გამოადგება და ჩემი აზრით, ჯაფარას თუ აქ საერთოდ ეგ არჩევანი, ზოგადად იყოს თავისუფალი, იმიტომ ეგეც არ ვიცით, აქ თუ არა ეგ არჩევანი საერთოდ, მაქსიმალურად თუ რამე შესაძლებლობა აქვს, რაღაცნაირად დიდხანს მაქსიმალურად უნდა რაღაცა დიდხანს იყოს გარეთ. როგორც ამ პროცესისთვისაც აი ეგრე რაღაცა არაადამიანურად რო შეხედო წმინდა რაღაცა ეგრე, რომ ამ პროცესსაც უფრო წაადგება ჯაფარას გარეთ ყოფნა. მაგრამ ადამიანური ფაქტორის რომ გავითვალისწინოთ, ცხადია, რაღაცა ოჯახის ამბავშიც, რა თქმა უნდა, რაღაცა ის თავგანწირვის გზა ძალიან რთულია. მესმის, რაღაცაც ვიცით, ჯაფარ როგორი ადამიანია, რატო ისთვის გააკეთებს, ცხადი მაგის გადასაწყვეტად, თუმცა რაღაცნაირად ეს არის ჩემი აზრი ამ მიმდინარე მოვლენებზე. ჩემი აზრი ის არის, რომ თუ არ გადაიხადა გირაო, პასუხისმგებლობა უკვე რა, ძალიან დიდი შეცდომა ზოგადად პოლიტიკურადაც, ადამიანათაც და ძალიან ეგოისტური საქციელი იქნება. მესმის რომ ისი გადაწყვეტია, მაგრამ ჯერ საქმესაც არ წაადგება, მე კიდე ახლა თუ შეიშვეს კოცემა ეს ძალიან უკვე მინიმუმ 1-4 წელიწადი მინიმუმ არ გამოუშვენ.
რამოდენიმე წელიწადი მაინც აღარ გამოუშვებენ ციხიდან. რაღაც მე ლუკაშენკო როგორც ამერიკელებთან მორიგდა მაქსიმუმ ეგრე გამოუშვა. ეგეც ქვეყნიდან არ წავა. ხო და პირველ რიგში უნდა სადოს ხო მართლა ერთადერთი ისე ლიდერი არის ახლა გარეთ. ვინც რაღაცას ცდილობს და რაღაც მოჭიდება აქვს. პლუს კიდე პოლიტიკური ახალი ელიტი ისეთი უკიდურესი ელიტა მოდის ახალგაზრდა პოლიტიკოსები ვინც ეძახიან საკუთარ თავს და მომავალი თავის პოლიტიკოსები. რაც უსმენ მაგათ პოდკასტებში და რაღაცა და აი მე მინდა რომ იცი როგორი ხალხის მოიწიოთ ახალი წლიდან გადაცემებში რომ აი რომელიც საერთოდ არ არის ჩვენგან ახლოს რა ახლა ალტიფოს პლად ვერ მოიწევ მაგრამ აი თუ ახლოს არის თუმცა ეს ართულის ხალხი რაღაც ეგეთი კამერაც ხო რა იმიტომ რომ მაგალითად ის იყო ვადო რო არის სართულის იძახდა რომ ის არის გონა გაიწიონო პოლიტიკოსებიო და დაგვითმონ ახალი თაობის ისაო რა ანუ გზაო და მე მგონია რომ შეუყურებენ ახლა არ მინდა კონკრეტული სახელი და გვარები თქვა მაგრამ რომ დაიჭირენ პოლიტიკური ლიდერები საერთოდ ოპოზიციაში ისეთი ხალხო და ისეთი მორალის ადამიანები ჩამოყალიბდებიან ნელ-ნელა უკვე რომ საერთოდ უხარიათ რომ აი ახლა ველი განთავისუფლდება პოლიტიკური ეგენი ციხეში ხდებიან და ავტომატურად ამათი ამორჩეველი ჩვენ დაგვიჭერთ ხალხს მაგრამ აი მაგათ გამსახურდის ისე ბრეული არ ახსოვს ჩააფურთხონ არ მუშაობს ეგრე უბრალოდ არჩევზე აღარ ივლის ხალხი ახლა ეხლა ნაციონალ მოძრაობის 5 ნომრის სამართლის დათრევისას უნდათ თუ გონია ეს ხალხი არჩევნებზე მივა ეს რამე არ შეიცვალა ძალიან ცდებიან აი ეს როგორც ეს არჩევნები იყო ეგეთი არჩევნები იქნება შემდეგიც თუ რამე კარდინალურად არ შეიცვალა როგორც დაახლოებით 30%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა ეძიკას და პირველი ვინც ამორჩეველი ეძიკას მეთქი ზვიადს და პირველი კაცი ვინც არჩევნებზე მოიყვანა არის მიშა ეს 15 წელიწადზე მეტი იყო გასული ყველა არჩევნს ფეხებზე იკიდებდა ეგ ხალხი საერთოდ არ მიდიოდა და დასწრებაც იყო დაბალი ყველა არჩევნებზე და პირველი არჩევნებიც იყო მეორე იყო ანუ რევოლუციის შემდეგი არჩევნები იყო მიშამ რომ იყო თუ რევოლუციამდეც არ მოვიდნენ და ხო და ის არის რომ ეგ მაგის კომენტი ზუსტად რომ ეხა თუ არ გადაიხადა ის მესმის ყველაფერი მესმის ისიც რომ თუ რომ გადაიხადოს შეიძლება შეაბრუნონ შემდეგ დღეს ძალიან ცინიკურად მოიქცნენ მაგრამ ხო თუ რამე შანსი არის რომ გარეთ უნდა დარჩეს და გარეთ იქნება საჭირო და ციხეში ერთი ამორჩილსაც დაკარგავს და მეორე კი ის არის ანუ ჩვენი ბაბლიც გაბრაზდება ძალიან ესე გირავ თუ არ გადაიხადა ეგოისტურად გამოჩნდება და ის არის ანუ ძალიან დაზარალდება ყველანაირად თუნდაც ოჯახის ხრივ და ყველანაირად ანუ ეხა უკვე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს გარეთ იყოს იმიტომ რომ ზურასნაირი ადამიანი მაინც ანუ რეალურად ხო ანუ არც რჩება სხვა პოლიტიკური ლიდერი რა ანუ ვინც რაღაცა კომუნიკაცია შეუძლია ხალხთან რაღაც ეგეთი რა და შენ მაგალითად ხელინო ხოშტარი საერთოდ ციხეშია თუ გარეთ არც არავის არ ახსოვს სამწუხაროდ პოლიტპატიმარია და ხალხალი სიტუაციაში და ანუ მე რომ ხვდებიან ადამიანები მათ შორის ელენესთან კარგად ვინც არის იძახიან რატო არის ციხეში რა სისულელეზე ხო ეს გირავების გადახდაც მაგას გაუტოლდება ამბავს რომ რას დააჭერენ თავი ხო და რავი ხო მე ზურას გაბაზ ციხეში წერილებს აღარ მეწერ მაგალითად ეს გირავ თუ არ გადაიხადა 1-2 მაქსიმუმ ხო ნუ რთული ვითარება ზოგადად აქეთ მოდი ბარემთან ეს რაღაცა გასული 2025 წელს შევაჯამოთ ასნაირად ხო იცი რა ვიდეო მოხდება ის უნდა ჩასვა ძალიან ძველი ვიდეო რომ ეს წელი დედამ მომეტრა ეს არ შევა ეს ბიჭი როგორ არის ახლა იქნება საკვეთი 10-15 წელია მაგვიდიდან გასული კი მაგრამ ნუ 25 წელი ჩვენთვის იყო პლუს მინუს ხო ნუ რთული წელი იყო ზოგადად არა მარტო ჩვენთვის რაღაცა ოპოზიცია არა ოპოზიცია სამყაროში ზოგადად სამყაროს თავი დავუნებოდი სამყაროში ვაფშე სხვა საკითხი პოლიტიკას არ შევხედ დღეს და არ გვინდა რა ქვეყანაში ზოგადად გინებთ ადამიანის უფლებების მხრივ რთული წელი იყო ძალიან ბევრი უფლება დავკარგეთ ადამიანებმა ამ ქვეყანაში ბევრი რამის უფლება არ მხოლოდ რაღაც ოპოზიციამ ეგრე არ იყოფა ზოგადად ქვეყანაში ოპოზიციამ დაკარგა არა ადამიანები ყველა მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველმაც რომელსაც შეიძლება ხვალ რაღაცა შეაწუხოს რაღაც ამბავმა შეაწუხეს ბევრს ხო და მაგრამ აღმოაჩენს რომ უი თურმე რაღაცა ტროტუარზე დგომას აღარ შემიძლია იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ადამიანები გზა უფერხებდი რაღაცა გადაადგილებას და ან ჯარიმა ან მე უკვე სისხლის სამართლის სახით ერთლამდე პატიმრობაც შეუფარდონ ხო ეგეთ ბევრი უფლება დავკარგეთ ადამიანებმა რაც ცხადია ცუდია და რაც რაღაცა ღრმად რო არ იყო ჩახედული რაღაცა პოლიტიკურ ამბებში და არ ადევნებდე თვალს და არ იცოდე ზოგადად რაღაც არ გესმოდეს პოლიტიკა
ხო, გვერდიდანაც რო შეხედო, ხო, ის ელემენტარული უფლებები, რაც არის საჭირო ნორმალური სახელმწიფოსთვის და ადამიანისთვის, რომ იცხოვროს ნორმალურად და მშვიდად ქვეყანაში, ეგ უფლებები დავკარგეთ, ბევრი მსგავსი უფლება დავკარგეთ. კარგი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ პროტესტი არ გაჩერებულა, რაღაც ამბავში ის, რომ სამოქალაქო სექტორი და აქტივისტები თავის საქმეს აკეთებენ, თუმცა, როგორც არაერთხელ მithქვამს, მე ისევ და ისევ დიდი პატივისცემის მიუხედავად იმ ადამიანებისადმი, არ მგონია, რომ ეს პროტესტი რამის მომცემი იქნება საბოლოო ჯამში ადეკვატური პოლიტიკური პროცესის გარეშე, რასაც სამწუხაროდ პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ. თუნდაც არ ვიცი, შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, ერთობა არის თუ არა გზა, რაც რაღაცნაირად მოიტანს ამ ბრძოლაში წარმატებას, მაგრამ იქამდეც რო არ მივიდეთ, ვერ ხერხდება ფიზიკურად. ხო, რასაც ვუყურებ ამდენი ხანია, იქამდე მივიდა ხალხი, რომ ფიზიკურად ციხეში სვამენ პოლიტიკური ლიდერებს, მაგრამ რაღაცნაირად არ შედგა ამაზე რაღაცნაირად კონსენსუსი და ყველა მაინც რაღაცნაირად თავის თამაშს უბერავს რა, ასე რომ ვთქვათ. ხო და გადააზრება, ხო, ეგ სურვილები 26-ის მერე იყოს. ხო, რთული წელი იყო 25, მაგრამ რა იტალიის პრემიერ-მინისტრის თუ ნახე ეგ მელონის კომენტარი, რომ 25 წელი რთული იყო, მაგრამ 26 უფრო რთული. არის დარდო თუ 26 უფრო რთული იქნება. და რაღაცა ეგეთი პირი ჩანს, ხო. შენ როგორ შეაფასებდი გარე 25 წელს? ძალიან ცუდად რა. არაფერი ზო. არც სპორტში, არც პოლიტიკაში, არაფერი არ გავიმართლეთ. აბა. მერაბდორიშმაც ბრძოლა, მაგრამ ეპატიება, კი. აგერ რავი ლია თოფურე სოლი დაშორდა, თუ ცოლს დაშორდა, რავი, ვერ გავიგე რა მოხდა. რავი, არაფერი რა, თავი 26 უკეთესი იყოს რა, მაგრამ ბოლო 5 წელიწადია თუ დავკვირდები, ყოველი წელი უარესია. ერთინ 20 და მოყოლებული. ზაფრად რაც იგზნობა. ვიცი რა 26 წელს შევხვდებით და იმედი უფრო ხალისიანი გადაცემას გამო უფრო მეტი სალაპარაკოც იქნება და რა ვიცი. 26 საერთოდ ლაპარაკის შესაძლებლობა რო ქონდეს, კაი იქნება. ხო. 26-ი გინდა არ გინდა საინტერესო იქნება, იმიტომ აქ იანვარში უწევთ ბიჭებს გამოსვლა, ვისაც უწევთ. ვის უწევს? გვარამიას და ვაშაძეს. ვაშაძეს. ხო, ხო. მაგაც უწევთ გამოსვლა, რაჭკუაზე გამოვა იქ ხალხი. აქეთ მანამდე ზურო იქნება არ შეაბრუნონ კიდე. ეგეც არის საფრთხე, ერთ სიტყვით. ხო, რყევები გაგრძელდება 26-შიც. ხელისუფლება ცხადია შეეცდება უფრო და უფრო გამყარდეს და უფრო გაიმყაროს საკუთარი ძალაუფლება და მათ შორის შეიქმნას ის ბერკეტები, რომ თუნდაც თუ მივიდა საქმე იქამდე, რომ ევროპელებთან რაღაც დალაგება დაჭირდათ, რომ ის გამოც უნდა დათმონ რაღაც ის კანონები, რაც მიიღეს, დათმობენ, რადგან ექნება შექმნილი ისეთი აქ საკანონმდებლო ბაზა, რომ ის რაღაც დათმობები, მამეთ ოკეი, კი საფრთხეს აღარ შეუქმნის. ეგეთ რაღაცები შეიძლება ქნან. 26-ისთვის კიდე რას ვისურვებდი, რუსეთის დედის წყნას ვისურვებდი. და ყველა იმ ადამიანის, ვინც ფიქრობს, რაღაცა მხარს უჭერს რუსებს. არ ვიცი, ბოლომდე მაინც. ხო და თუმცა რასაც ვაგვირდებით სამწუხაროდ, ეგ ტენდენცია მაინც ამაჯერ არ იგზნობა. მე უკვე აღარ მგონია რომ მორჩება სიმართლე ხო, კი. არ ვიცი, მაგრამ რაღაც სურვილის დონეზე რაღაცა თუ ოცნება ვიოცნებოდ ბოლომდე. კი. ოცნება უფასოა ჯერჯერო. კი. რა მე ვისურვებდი კიდე 26-ში რომ რაღაც ბევრი ცვლილება იყოს, ყველა პოლიტპარტნიორი პირველ რიგში გარეთ გამოვიდეს. მართლაც რეპრესიული კანონები მოურჩიეს, რაღაცები ახალი არჩევნები თუ დაინიშნოს ხალხ უკეთესი 20 წესიერი პირობებით. და რავი, მე საგიჟეთი აღარ იყოს ოპოზიციაში. ნაკლები ახალი თაობის ზალა იყოს პოლიტიკაში. ადეკვატური რატო არა? ვარ იმას ვიძახი ხო თუ ადეკვატურობის განცდა იყოს ოპოზიციური ბაბლში. ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. და ზოგადად იცი, აი თუნდაც მე ვარ ძალიან ისეთი ძალიან რადიკალურად ოპოზიციონერი ვარ, ყოველთვის მაგაზე გამიჩხვევიან, მაგრამ იმდენად ხალხი გამწარებულია, რომ რაღაცა აზრი თუ დააფიქსირე, რაღაც განსხვავებული რა ოპოზიციურ ფლანგზე.
რაცა უნდა ახლობელი იყო და რაღაცა ეგრევე ყველანი ის აგრესიით გამოდიან, ანუ რაღაცა თუ თქვი რაღაცაც არის დღის წესრიგისგან განსხვავებული, აი ეგ შეიცვალოს, თუ არა არაფერი არ გამომახსენა. ხო, ნუ და რა ვიცი, ჩელსი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. მაგის ალბათობა ყველაზე დიდია ჯერჯერობით რა შევიფიქრე იქით. ხო, ნუ ოპოზიცია ცხადი აქვს მნიშვნელოვანია ზოგადად. რა ხო რა, ის პოლიტპატიმრებიც პოლიტიკოსები აღარ დაემატონ. ჩვენები თორე კოცები რამდენი წიგნია. ოპოზიციურ მხარეს მნიშვნელოვანი ადეკვატურობა, მნიშვნელოვანი ახალი რაღაცა რეალობის გააზრება, რაც უკვე თქვი იდეაში მაგაზე ვილაპარაკე და ხო რაღაცნაირად ეგ არის რა. ხო, ეგეთია ერთ სიტყვით ჩვენი ბოლო პოდკასტი ესეთ გამოვიდა. პირველად ხო, ნუ ბოლოს რა თქმა უნდა მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც უყურებს ჩვენს პოდკასტს, ვინც ალაიქებს ჩვენს ვიდეოებს, იმ 99 გამონწერს ვინც ყავს ამ წუთისთვის და ჩვენი ბრალი, იმიტომ რომ უფრო TikTok-ზე გადავერთეთ და მაგით. ხო, და არა უშავს. ხო, და ერთ სიტყვით იმ მომავალ გამომწერებსაც მადლობა, იმედია რასაც წლის ბოლომდე ისე მივალთ 100 გადავაჭარბეთ. შევასრულებთ ერთ სიტყვით მაგ იმას, ხო, ნუ ეგ არის რა. პოზიტიური მინდოდა გამოსვლოდა ეს ბოლო პოდკასტი, მაგრამ ნუ ქვეყანაში ესეთი ვითარება, მაინც ამას პოზიტიური არ გამოდის. ახალია მარგოცალა რა. ახალია, ხო, ნუ ერთი 26 როდიდან დავიწყებთ, არ ვიცით. ნათიანის მერე რა. იანვარში დავიწყოთ ყველა. ხო, იანვარში დავიწყოთ. ეგ არის მეგობრებო, აბა მომავალ შეხვედრამდე.